სასარგებლო ცვლილებები მოყვება ხოლმე ანტიპარაზიტულ წმენდას. ძალიან ხშირად მშობლები მეუბნებიან, რომ ისე ძალიან ნაგზნებულია, ვერ ვიმორჩილებ, ხამეს კი ფეხებს ისვრის. მოთ ესე შევთანხმდეთ, ხო? მაგალითად ასკარიდას ისეთი ინტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლია, რომ აგზნებადობა კი არ, ეპილეფსიური შეტევებიც კი შეიძლება დადგეს და ეხლა მე არ ვადასტურებ, რომ თქვენ შვილს ესყავს, მაგრამ პარაზიტების მეტი რა არის, ხო? აბა გაწმინდეთ და მე ვნახოთ როგორი გუნება-განწყობილება გქონდეს თქვენ შვილს. და მე რაც თავარია მათ შორის 7 ძილი. როცა თქვენ გინდათ, რომ თქვენ შვილს გქონდეს კარგი კონცენტრაცია, თვისებადობა კარგი, როგორ თქვენ ისე შეავსეთ მისი ორგანიზმი, მათ შორის ტვინი, რომ ეს მან შეძლოს, როგორ აქ გინდა D ვიტამინის საჭიროა, ომეგა-3-ის საჭიროა, იგივე თუნდაც ცილოვანი კვება, ვიტამინები, მინერალები, მიაწოდეთ ეს თქვენ ბავშვს წმენდის შემდეგ. ხო და მოდით ჯერ გაწმინდეთ და მერე შეავსეთ და მერე ნახეთ როგორ ნიჭიერი და 7 ბავშვი გყავთ.